ეგ დაუდგენელია რომ ეს მარტო ფშავ-ხევსურეთი იყო ამ სამასალაგველში თუ ეს მთიულგუდამაყარიც შედიოდა რა თქმა უნდა იქიდან 300 კაცი აქ არ შეგროვდებოდა აი ლეგენდარი რომ ამ სამასალაგველი თუ წავიდა აქედან აი ახლა გოშერმა შეჭერა ხეობას ერთ სოფელი რაღაცა ხუბა აყნელი ბაცალიკო შეირჩეო უკანა ხარდ ეგენი ჩიხარდ ეგენი ერთი ისა ცნობილი რომ შანსი არაგველი რომ გაწყდა დროშა კარტოჩეშუდა თიულმა ნინია აფშავმე დროშა გამოიტაცა საერთოდ თიულში ეგ შეიძლება ანუ თიულებიც იყვნენ იქა იქ მთიულებიც იყვნენ ესე იგი იმას ამტკიცებს და ზოგი ამტკიცებს მთიულები მარტო მთიულები იყვნენ ცნობილი და ლეგენდარულად კიდე რომ ბოლოს ეს სამასერეგველი რო გაწყდა ერთ-ერთი დამჩალა აბა აი გუდანელი ყოფილი ჯანშათვეძახდა ჯანშოქუშათვეძახდა ქუშა ხანების არის ჯანშათები ჯანშათხანები ჯანშოქუშათები აი სამხარი და იმ მშრობისა ყოფილა ის აბა და ბოლოს ის დამჩალა მარტო კაი და იქ დროშა ნათქვამი იქ იმან იცოდა უკვე რომ ეს ხალხი აღარავის ხავგარშემო მოკვდა და თვითონ ის შო მოკვდება ის და ბოლო წუთამდე სანამ არ მოკვდა კიდევ ხმალს იქნებდა ის და ეს ნაოლობას აი აბა ყოფილა ისი ჯანშათე ნუ წახოლო ჯანშაიშვილო დედისათახა რა იმითაო ეგ აი იმას უჭირებავეს მე აი მატერიალს იმისი და აი ესეთი რამე იყო და აქედან რო წავიდეს იქიდან ამას დამბობდი გორშამიდან გამაიარემ ხალხო თქვენ ბოსტანიკოს ეძახან ჩუბას რო გამოსიძებით იქ გზა გამოდის ხანებია სახრანსათეს ხანები და იქ რო გამაიარემ სამასალაგველის ხალხმა 60 ყოფილა იქიდან წამოსული მარტო იმ ხეობიდან წამოსული 60 კაცი ახალგაზრდა იარაღი მეომარი 60 კაცი გამოვიდა თქვენ ბოსტანიკოს 60 კაცი გაიარევ ეგრე ას ლეგენდა ნათქვამი იქიდან წამოვიდა სამდა ყველა დაჟეთ ბიშველი ყოფილა კედელა ის მარტო გადარჩა ვეღაც წავიდა და ცხენით წასულა ის მერე ამ ჯარს დაჟდევინებია ცხენი და სადღაც სანამ ძეწეოდა მძარს ლეკის მსიო ყოფილა სადღაც გადმოსული კიდე და იმას სადღაც გადასვლამი და იმათ მოუკლავის აი ბავშვები თუ თავდაუნებება მცოლი დაუყიდე ყვანი იმას კედელა ყოფილა კედელა ყოფილა ბიშველი ისი და აი ეს ამდა ხალხი თვითონ მიდიოდა იქ აბა რა თქმა უნდა დაბადება სამასერეგველი ვინ დაფადიდა არავინ აქედანაც წავიდა ფშავიდან და თიულეთიდან აიცება ეს არაბის ხეობა და წავიდა იქ და სულ აი გაწოდა და არც ერთი არ დაგონდა იქიდან ცოცხალი აი ის სამოსული ისტორიაში ისოცა მეორე სამასერაგველი რომელსაც დააგვიანდა ჟინვალში ერეკლისთვის გამომდგარ თეზო შეხვდნენ და ამ აი ანანუსში რომ შეშაფარე თავი ერეკლემ და იმას 4000-იანი არმია გამოუშვა აღამაჰმად ხანმა ხო და აქედან ჩასულები დაგვიანებით მიმდინრები მომში საუბარი მიმინარი ხალხი და თათრები ყოფილენ კიდე აქეთ საძოვარი ცხარი ყოლია აჰა 100 თუ 150 კაცი არ მოხსოვს სახელი იმათ მეტაური ვინ იყო ესენი სამად შეერთებიან არაგველებს აჰა და იმ 4000 კაცს შეებნენ მან უკან მიაბრუნეს კი არა უკუნი თქვა ასრულინეს და ერეკლი მაგით გადაარჩინეს ეგი ხო ის ანანუსში შეაფარე მაშინ ერეკლი და ჟინვალში შეხვდნენ ესენი სამოსუნ დევარს ეგი ის მახსოვდი დოკუმენტამ აღარ მახსოვდა კარგად რომ ეს იცი ყვა ჟინვალში მოხდა ეს თუ არა ის სხვა სამასი იყო ის არ მიწო შეხვდნენ იმაში ახაბაში ჯარსა ეს მახსოვდა და სად იყო ეგი და ჟინვალში შეხვდნენ ეს მეორე წება მიდიოდა და ის პირველი სამასერაგველი ქთანიში გაწყდა ხო ის ხო გაწყდა ეს ქთანიში რომ გაიშალე სამასერაგველი ერეკლე მეორეში იყო მეორე დაბადებაო ეგრეა ის ნათქვამი და აი ეგეთი რამე და მაგარი ხალხი იყო ჩვენი ხალხი მთის ხალხი და მაგარი მეომარი ხალხი იყო რა რომ ძალიან იმაში შევბოდეს არა აი ეს კაკუცა ჩოლაყაშვილი რო გამოიქცა მანდიდან ამ ბოლშევიკებს რო გამოიქცა და მარჯვენის მაშინ შემოსულა აქ და აი გუდან აი პაპაჩემის ის ყოფილი პაპაჩემის აქ აქვნებიან კაცაკი ქისასახლი ეხლა ბოლოში მანდიდანში მაგადილას ქონია სახლი და მანდ მოსულა ამაში ყოფილი მაშინ არა ჩამიწეს აი გედა საღამოდი საქონ მოულალებს საძოვარში შინავ კაცი ჩემი ანდღერა იმყო თქვის მამას შემო და ბიზნესს არ შევედი იმას ერთი ქალი ხოლია პატარა იმიდა რომ იყო თამრის მამა მაგისი დედა ლელა ქვნები და იმის მამას სულხანეული ქვნი მე და იმას შატილიონ თუმაკლის ხო მაშინ
ეს გაკუცა ჩოლაყაშვილი იყო იმ სახლში გამაგრებული თავისი და 7 კაცი ყოლია თუ რაღაცა თავის დასწრებში გაკუცას ბევრი ხალხი ყოლი და მთელი პირიქით პირიქით ხევსურეთი დარაზმენ გაკუცავდა აი მეტისჯილიროა მან ფშავლების სოფელი იმ მეტისჯილის ხეობაში იმაში ჭალაში შეკრეს ეს არაგვის ხეობა და გადავიდგეს ორსალშიურულობა რა გონშეთქონა ეგ ბოლშევიკებს გადაუდგეს იქ წინ აბა იმათ წინ არ დაუდგებოდეს კაცო ისინი შერეგებული იყვნენ ციცარերը მე აიყო იმათ და იქ ბევრი დაუხორცია იქ მართალია მაგრამ მანდაც მე გურუს ორწყალში გამააქციეს იქიდან და მთელი პირიქით პირიქით ხევსურეთი გაერთიანა გაგუჭამდა იმათ აი პარტიზანულ ომებს უწყობდა